შეეხვა ესეთი ფესტივალი მსოფლიო გლობუსში. და ეს იყო შექსპირის 37 სპექტაკლი 37 ენაზე 37 სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ფესტივალიდან წელს გლობუსმა ვინაიდან უნდა საერთაშორისო პროექტების გაგრძელება ძალიან სერიოზულ პრიორიტეტად მიაჩნია. გადაწყვეტა რომ მოიწვია რამდენიმე სპექტაკლი, სულ 4 სპექტაკლია. თუ 3 მოწვეულია უცხოეთიდან, წინა პროექტიდან და მათ შორის არის მარჯანიშვილის თეატრი. I've always been a great fan of Georgian theatre. I've always loved its wit, its style, its grace, its theatricality. And I think that Levan Tsiladze's As You Like It is a wonderful example of Georgian theatre at its best. It is emotionally true and at the same time performed with incredible imagination and technical finesse. წივალთქვა ბედნიერება მეორეც ვეღირსოთ ლონდონში მაისიდან მაისამდე ღირდა ლოდინი იმისთვის რომ ჩვენ გვეხილა ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი რომელსაც ჩვენ თავი მოგვანატრა იმიტომ რომ ჩვენ ამ სპექტაკლს ლონდონში გვასახელა იმდენად რამდენად ქართულ თეატრს მე ერთხელ უკვე ვთქვი და რობერტ სტურუას შემდეგ მსგავსი წარმატება არ ქონია. თავხედობაში არ ჩავამერთო ასე და მაგრამ ძალიან შინაური ატმოსფეროა და დასაწყისიდან როგორც კი იწყება ეს პროცესი რა აი თვითონაც ხო ნახე ჯერ შემოდიან დამთვალიერებლები გიდი მოყვება შენ რეპეტიციას გადიხარ უკვე ხარ აი უკვე აქ ახარ რა უკვე სანახაობა უკვე დაწყებულია გამოსვლისთანავე უკვე თამაშს სითხოს რაც მეც ვიძლევი რა უფრო მეც პასუხისმგებლობა გემატება სიამოვნებას ღებულობ და ამ სიამოვნებას გადასცემ რა შეძლებს დაგვარებ We are very, very, very glad you're here. You upset us very much last year. You came here and you gave us a lesson in how to play Shakespeare. It was very ill-mannered and very rude. When we thought about inviting companies back, immediately we thought of you. Something about this wonderful show and your theatricality in this theatre just makes sense. თქვენი თეატრალობა და თქვენი კომპანია საერთოდ როგორებიც ხართ. It was very good. Brilliant. And also we're grateful because last year we had a big festival, but we did not want it to be just a collection of one-night stands.
ასევე ძალიან გახარებულები ვართ ჩვენ შარშა მქონდა ერთი დიდი ფესტივალი და ნამდვილად არ გვინდოდა რომ ყოფილიყო ეს რაღაცა კოლექცია ერთი ღამის ერთი დღის სპექტაკლების. Not just wham bam thank you ma'am. არა მარტო ერთი დიდი მადლობა უდევსო კარგად იყავით. We wanted long relationships. ჩვენ გვინდოდა ჩვენ ვფიქრობდით უფრო ხანგრძლივ ურთიერთობებზე. And we wanted the festival to be a crucible of friendship, a place where many people can make friends. და გვინდოდა რომ ფესტივალი ყოფილიყო ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დამეგობრდებოდა. And we're delighted that you are touring elsewhere, that other companies are touring to Georgia, that many people have met and grown friendships. We are very happy with it. და ასევე ძალიან გვეხარია რომ თქვენ სხვაგანაგად კიდე ძალიან ეს სპექტაკლი ბევრ სხვა ქვეყანაში უნდა წარმოადგინოთ და სხვა თეატრები თქვენთან ჩამოდიან და საერთოდ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და მეგობრდებიან. But most of all, we're happy you're here. მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ გვეხარია რომ აქ ხართ. And now, the ceremony. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა არ ვინერვიულებდი, მართლა ძალიან ნერვიულობ. არ ვინერვიულებდი, იმიტომ მეგონა რომ ნათამაშები გვაქვს აქ უკვე და მთელი ამბავი და ოვაციები და ტაში და ამბავი იყო, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ძალიან ნერვიულობ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ პრემიერას ვთამაშობ. პირველად ვთამაშობ ამ სპექტაკლს გლობუსში. Ready? Okay, go! Go! არ ვიცი, არ მაგარი. განწყობას გიქნის ესა თეატრის კაცები უთხოვნ და განწყობას გიქნის პირველივე სპექტაკლის რაღაცა. აი შენ სცენარი და წარმატებულად უნდა ითამაშო და გამარჯვებულმა უნდა დაიწყო სპექტაკლი. წინაზეც ეს ჩაგვიტანა და ქართული ღვინო მოაქვს ყოველთვის და ინგლისური ლუდი. შარშანი ყო უცხო და ხა ვიგუდებოდი და ეს Male will take you down to the front of the stage. There are two balloons with the name of Love Theatre and your theatre written on them. And we just release the balloons after 3. So 1, 2, 3, go! ეს რიტუალის მიუხედავად იმისა, რომ მეორედ იყო უკვე და მინახავს, დამერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად იგივენაირად ამავსო შინაგანად და იგივენაირად რაღაცნაირად მომამზადა სპექტაკლისთვის. თუ ვიჯერებთ იმას, რომ ეს არის შექსპირის თეატრი და ამ რაღაცა არ არსებულ რაღაცას შექსპირის თეატრია თავისთავად, მაგრამ აი ის რომ რაღაც განსაკუთრებული აქვს ამ თეატრს და ეს არის განსაკუთრებული სივრცე, რომელშიც სრულიად სხვა ატმოსფეროა. თავისთავად ის რაღაცა რიტუალიც არის ამის შემადგენელი ნაწილი. As you like it, 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 as you like it. As you like it, as you like it, as you like it, as you like it. ისტორიულ ბექგრაუნდზე არ ვლაპარაკობ, ყველამ ვიცით და გასაგებია, რომ ეს თავისთავად ხდის საინტერესოს და განსაკუთრებულ ამ სცენაზე საერთოდ ფეხის დადგმა. მახსოვს პირველად რომ ვიყავით ჩამოსული ექსკურსიაზე ვიყავით და გულისცემით ესეთი აჩქარებული გულისცემით უსე დავდიოდით და არამს უთამაშს საერთოდ აქ ყოფნაც კი რაღაცნაირად ესეთ ისტორიულ ექსკურსში გაგდებს და ძალიან მნიშვნელოვანია.
ახალი სასახლე შილებო? ახალი არაფერი. გარდა ძველი ამბებისა. რაც იმას ნიშნავს, რომ ძველი ჰერცოგი გააძევა უმცროსმა ძმამ, ახალმა ჰერცოგმა. 3-4 დიდებული, რომელსაც ძველ ჰერცოგთან სიყვარული ეკავშირებდნენ, თავიანთინებით გახდნენ მას. ხოდა ახლა მათი მამულებითა და ძლიური შემოსავლებით ახალი ჰერცოგი მდიოდა. ამიტომაც რა ენაბლება ნებას აძლევს ეხებიალონ რამდენიც უნდათ. That's well ჰერცოგთან ერთად მისი ქალიშვილი როზალინდა გააძევა თუ არა? არა. რადგან მის ქალიშვილს გაგიჟებით უყარს თავისი ბიძაშვილი. როზალინდა რომ გაეძევებინათ, ისიც მას გავყვებოდა. მარტო რომ დარჩენილიყო მარტოობა თვერაიდან და ამრიგად როზალინდა სასახლეშია და ჰერცოგს თავის ქალიშვილზე ნაკლებად არ უყვარს. They gave everything to the performance and they were very funny with each other. They had 2 plays going on at the same time, the business of being actors and also telling the story of As You Like It. And no complicated props, no complicated anything, just clever. ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ იმის ნიჭი, რომ შინაგანი სულიერება გადმოეცა მოქმედებით. საუბარიც არ არის საერთოდ ჩვენ ბევრი საუბარი გვიყვარს, მაგრამ აი ამის ნიჭის ჩვენში არის, რომ ყველა მოძრაობა რაღაცას ნიშნავს. რეაქცია არის დროული, დარბაზის, რომელმაც ქართული არ იცის. იმიტომ ისინი რითს მიყვებიან და ყველანაირი მოძრაობაც კი. ახვედრებთ რა არის მთავარი აზრი ამ მოქმედების. ანუ მე ამით ძალიან ამაყობარ. ძალიან გავივსე იმით, რომ აი ნამდვილი ჩვენი ნიჭი რომ ასე ლამაზად გადმოეცა. I saw it last year as well, actually, so I'm here for the second time. And it's really nice to see it at night when it's cold, it's nearly wet, and it's really, really lively and beautiful. It's just such an uplifting piece of theatre, so vibrant, and they were brilliant. The actors were fantastic. They worked together brilliantly. It's unlike anything I've ever seen here at the Globe. It's just been really exciting. I missed it first time round, so I didn't see it, but I'm so glad I've seen it today, and I shall be back before it finishes the end of the week, because there's so much to watch. It was really great, and I knew the story really well because I work in theatre and I've directed the play before, but this is just like a whole new thing. It was wonderful. Thank you. მეორედ ნახე სპექტაკლი, პირველად როდესაც იყო ჩამოტანილი მაშინაც მოვედი და არ შეიძლება ადამიანმა ძალით იცინოს თუ არავინ არ უყურებს და ამას არავინ მისგან არ არის. და აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ მეორედ უყურებდი ამ სპექტაკლს, ყველა ის რეჟისორული ჩანაფიქრი, რომელიც იყო ამ ჩაქსოვილი ამ სპექტაკლში, სადაც ადამიანს უნდა ქონდა ან გაოცების ემოცია, არ ვიცი, გახარებოდა, ან გაცინებოდა, აი ყველაფერი ეს ისე ბუნებრივად მოვიდა, არანაირად არ მქონდა განცდა, რომ ეს სპექტაკლი ნანახი მაქვს. არაჩვეულებრივი არის. არაჩვეულებრივი სპექტაკლი. ჯერჯერობით
ევროპის მოქალაქე არა ვარ, მაგრამ ყოველთვის ვიამაყებ რომ ვარ ქართველი, იმიტომ რომ საოცრად გამოვიდა მარჯანიშვილის თეატრი ლონდონის გლობის სცენაზე. Ženero princesa, ერთმეტად ჩინებულ და საოცარ სანახაობას დააწყდი, რომლის ერთი ჩინების ამბავი მიდიოდა მომეყოლა, რომლის ნახვის შესაძლებლობა ხელიდან გაგიხვდა, მაგრამ დასასრული საკუთარი თვალებით შეგიძლიათ ნახოთ, რადგან ეს საოცარი ჭიდაობა აქ არის და ის აი ამათ დილას გაიმართება. აი მე მახსოვს პირველი რომ შევედით ეს არის ეს გულის ფანცკანი რაღაცა რომ აი ერთი სული გაქროდის დაიწყება სპექტაკლი და თანაც ეს მაყურებელი რაღაც საოცარ რაღაცას აკეთებს იმიტომ რომ ხა ბევრ ქვეყანაში გვითამაშია ვთქვათ და ყველგან ეს ღიად და გახსნილად ხვდებიან მაგრამ აქ რაღაცა საოცრება ხდება იმდენად ჩვენ რაღაც კარგი ესეთი წარმატებული გასული წელი მქონდა შეიძლება ითქვას. ისეთი რაღაც ფავორი მოხდა მართლა რომ ძალიან ნერვიული ვიყავით რა ეს ყველაფერი როგორ ჩატარდებოდა, იმიტომ რომ ის რაც დარჩა ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა ამას ყველაფერს და უკვე ადამიანები მოვიდნენ ზოგმა მეორეჯერ ნახეს და დიდი პასუხისმგებლობა იყო იმისი თუ როგორ ჩატარდებოდა ახლა და რა ვიცი აღნიშნეს კიდევაც რომ ბევრად უკეთესი სპექტაკლი იყო და ძალიან მიხარია რომ ესე მოხდა. სულ სხვა სპექტაკლი იყო დღეს იმის გამო რომ ეს სცენა არის მაგიური, ფანტასტიკური და ჩვენ ვწდობთ თავს ყველაზე კარგი. აი შიმშილისგან სული მეხდება. აი მირთით. აი აკვე დაწვევი. აკვე დაწვევი. და სამარეც აკვე გამითხარეთ. არა. ჯერჯერობით თავსაც შეგაწყენთ თქვენი ამბების გამოკითხვით. დანატოდით. As you like it, as you like it, as you like it, as you like it, as you Well, it was a great great show. It was a fantastic performance. Thank you. We really enjoyed it. Congratulations to Georgia. Didi Madlova. Yeah, it was brilliant. It was very good. I was here last night as well, seeing a different play, and it was The Tempest last night in English, Shakespearean. But this is obviously Shakespeare again. But you can still it's universal in its understanding and its humour, and it's very good. Čemu keti ušobilo me gobre? Devnilo dzmebo. Nu šedrkebit. Nu šešindebit. Gana ezbneli da idumali ardenis tqe upro sashishia vidre shuri tavsebuli da qalbi btqinvalebit mortul mokazmuli sasakh. Gandevnili adamis მსგავსად ჩვენს ბუნების ნებას ვართ ბრმად მინდობილ. ჩვენი სასჯელი წელიწადის ჟამთა ცვლილებაა მხოლოდ. როცა დააბერავს უმოწყალო ზამთრის გრიგალი, როცა დამივლის მისი სუსხი ძვალსა და რბილში, როცა დამისერს და დამიკაწრავს სახეს ბოროტი ყინვა, წელში მოხრილი და გატეხილი მაინც გავიღიმებ და ვიტყვი. მადლობელი რომ არ მლიქვნელობთ, არ მეფერებით, რომ მაგძნობინებთ და მაჩვენებთ ვინ ვარ და რა ვარ, რადგან განსაცდელს სასურველი ხსნა მოსდევს მუდამ და სული ჩვენი ამა ცხოვრების ფუჭყმაურს მოშორებული აღმოაჩენს ხისტოთში სიტყვას. წიგნის ნაკადულში
მუჩქვაში ლოცვას და სამყარო მადლით ივსება. ეხლა მე რაც ვნახე, ეს გაცილებით საინტერესო მსახიობების უფრო ძალიან კარგად არის დაუფლებული ტექსტი, ეს ძველად არ იგრძნობდა, ამას უცხოელი მაყურებელი ჩვენ ამას ვიგრძნობ, ძალიან კარგადაა და ძალიან არიან მორგებული თავის როლებს და ეს ძალიან მომეწონა, ესე იგი სპექტაკლი ვითარდება, სპექტაკლი წინ მიდის და განაგრძობს სიცოცხლეს. ეს არის ძალიან საინტერესო სპექტაკლი სიცოცხლისთვის, სპექტაკლის არსებობისთვის და ეს მას ხანძრივი ცხოვრება ელის, აი ამიტომ ეს მართლა ძალიან მე ხა უფრო მომწონს რეჟისურა, იცი? ლევან ტულაძე არის ძალიან საინტერესო ხელოვანი. აი ახლა მე იმდენ რამდენჯერმე ვნახვა, აი ახლა დავინახე უფრო მეტი და მე მომწონს ამ სპექტაკლში ის რომ აი რეჟისორი ეგეთ საოცარ სიღრმეს დესმაში, რომელსაც აი შრეები ვითარ, აი შეიკვლევა ამას. ეს იშვიათობაა თანამედროვე თეატრში. I like the romantic side of that play, including the irony. So in the very beginning, you always have to think about who is who and what is everybody doing and what's irony and what's reality and what's play in the play. And I like that idea very much about that mise en scène. I think it will be a big success as people will appreciate very much the romantic side. You know, many scenes in that direction touches your heart and your soul, and that's so nice about it. We are so pleased to be here watching As You Like It by this wonderful Georgian theatre. We came last year in the Globe to Globe. We saw their performance, and for us it was an absolute magic. We thought this was how Shakespeare should be done. This is real Shakespeare, but Georgians come half the world to here to show us how to do Shakespeare. We thought it was magic, and we've come again to see it at the Globe, and we're so happy to see it again. Thank you so much for this wonderful As You Like It, and for this wonderful company. Thank you. ეხა დავამთავრეთ ყურება და აი პროსტა გაგიჟებული ვარ, ისე მომეწონა. მე წელს საქართველოში არ ვაპირებდი, მაგრამ ამ თეატრის მე ნახვა, ეხა მინდა სახში წავიდე და ბილეთი დავბუკო საქართველოსთვის. აი ისე მომეწონა, თან შეიქსპირი ქართულად არ ვიცოდი როგორ მოისმენა და როგორ
ჟღერს, მადლობა. მაგრამ ისეთი ლამაზი სიტყვები იყო ამ დადგომაში, აი ისეთი ლამაზი ენა, აი პროსტა სულ გული მღეროდა ჩემთვის ამას რო უყურებდი. ასე რომ დიდი მადლობა რომ ჩამოხვედით და ლონდონი ესე გაალამაზეთ. It's a play that's full of magic and reminds you what theatre is like and brings you back the heart to theatre plays. So it's a really amazing thing to see and I'm really thankful. I'm really happy. შარშან ინგლისის მერე ჩვენ ვიყავით ინდოეთში, ასევე შექსპირის ფესტივალია. ეხლა აქ ვართ, მერე მივდივართ რუმინეთში, მერე გერმანიაში ამ სპექტაკლით. აგვისტოში ჩვენ მივდივართ შექსპირის ფესტივალზე გდანსკში, პოლონეთში და ოქტომბერში ვიქნებით პეტერბურგში სავარცხლოდ. ყველა უკვე დამტკიცებული ფესტივალია და უკვე კონტრაქტები ხელმოწერილი, გარდა პეტერბურგის პედაგოგიკურ მუშაობის პროცესში. just want to say the most enormous thank you for the most wonderful week and for returning with such a beautiful show. ძალიან დიდი მადლობა მე მოგიხადოთ ამ საოცარი კვირისთვის და სპექტაკლის დაბრუნების ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლის დაბრუნებისთვის ამ სცენაზე. I think last year we were bowled over by the theatricality of the show and its style and its beauty. შარშან ჩვენ ვიყავით აი სრულიად სავსე დაგვდოვანებულები თეატრალობით, მისი სტილით და მისი სილამაზით, ამ სპექტაკლის სილამაზით. But seeing it again, it strikes us all how well you have understood the heart of the play. და თავიდან რომ ნახეთ უკვე წელს, ჩვენთვის იყო დიდი აღმოჩენა, რამდენად ძალიან კარგად გაიგეთ პიესა. And how enchanting you have made this story about young love and its highs and lows. და რამდენად მომხიბლავად გააკეთეთ ეს ისტორია სიყვარულზე, მტრობაზე, მეგობრობაზე. I am going to be stealing many of Levin's ideas for my production of Midsummer Night's Dream. ეხლა ზაფხულის ღამეს რო დაგვა, ლევან კლოდის ძალიან ბევრი იდეას ვაპირებ რომ მოვიბადო.
And you will see in 10 years' time there won't be any production of a Shakespeare play without umbrellas and leaves. წელიწადში თქვენ ახავთ რომ საერთოდ აღარ იქნება არანაირი შექსპირი ქოლგების და ამფოთლების გარეშე.